მოგესალმებით ჩემო თვითფასო მსმენელებო და მეგობრებო და დღეს თავაზობ თქვენ ისმაილ პრესის მორიგ ვიდეოს, სადაც ის ყვება თუ როგორ ნერგავენ კოსმოსური ძალები ვარსკვლავთა საშორისო ტექნოლოგიებს. მათ დავიწყოთ. მზის დაცვას ჰქონდა გეგმაში გახსნა მოეხტინა სადღაც გაიჭიმა 25 წლის ვადით, მაგრამ დღესო რადგან დრო არის აჩქარებული და ხდება ასეთი ნაჩქარები მოვლენებიო, პერესმა იგულისხმა ტექნოლოგიების გახსნა. ვარსკვლავთა შორისო რაც კი ტექნოლოგიები არსებობს, ამის გამოჩენა უნდათ ნელ-ნელა თანდათანობით, მაგრამ მისცეს უფლება, რომ ეს ვარსკვლავთა შორისო ტექნოლოგიები ნაჩქარებად წარუდგინონ ხალხს, ნაჩქარებად აჩვენონ ხალხს. და ეს უნდა მოხდეს 2028 წლამდე. ხო? არა, მე სწორს ვამბობ, 2028 წლამდე უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიების გახსნა, ჩვენება, წარსგენა. მათ აქვენ პროტოკოლი რის მიხედვით უნდა იმოქმედონ. პერესმა მოყვა თუ რა ცვლილება ხდება ამერიკის ადმინისტრაციაში, ობამას დროინდელი ადმინისტრაციაში მყოფი ვიღაც ვინმე კილერი ცნეს ბრალდებულად 12 ქუდის 12 გენერალის მოკლასთან დაკავშირებით და იციან რომ ეს კილერი, გვარად კილერი არ არის ორგანული ადამიანი, არის სინთეტიკური ადამიანი, ანუ კლონი და მგონი ეს დააპატიმრეს ეს კაცი. პერესი ამბობს, ისმაილ პრესი, რომ თუნ უნდა იცოდეთ ერთი რაღაცა, როდესაც ხმამეთქი სიღრმისეული სახელმწიფოს თანამშრომელი ტოვებსო თავის სამუშაოს, მაგალითად გადის პენსიაში, ყოველთვის სახლდებაო თავისი სამსახურის სიახლოვეს. მოშორებით კი არა, ახლოს. ჩვეულებრივ სამერ ეს არის ვირჯინიის შტატი, ადგილი, სადაც უფრო სახლდებიან. სპეცგაყოფილებამ საზღვაო საქვეითო ჯარიდან შემოარტყეს გარს ვიგელის სახლს ვირჯინიაში. მე მიგელი კი არა, ვიგელი ყოფილა. მე მიგელს უძახი. ვიგელი. იმისთვის რომ ეს მოღალატე დაეპატიმრებინათ. მისი სახლის კარები იყო გამოგდებული ტარანით. ხეიგილი ყოფილა პიჟამაში და სათვალეებში. ოღონდ ვერ გავიგე გვარი კარგად ხიგელია, მიგელია თუ ვიგელია. რა ნიშნავს აქვს? მისი ცოდი არ ყოფილა სახლში, ნათესავებთან წასულა სტუმრად. ესეთი ინსაიდერის თქმით, მოხუცი ხიგელი ყოფილა, რომელიც 80 წელს იყო მიახლოვებული, არ ეწინააღმდეგებდა, მაგრამ იყო დავნეული. მისი საქმე გადაეცემა სამხედრო ტრიბუნალს. აბამამ თქვა, რომ არ იცოდა თუ ამ ხიგელს ჰქონდა სია, იმათი სია, ვიც უნდა მოეკლა, მაგრამ ამაში ვერავის დააჯერებენო, რადგან ხიგელი იმ დროს მუშაობდა ობამას ადმინისტრაციაში და ყველა გზები მიდიოდაო ობამისკენ. ყოფილა კიდე დაჯგუფება სახელწოდებით იახვე და ხიგელი გეგმავდაო ამ დაჯგუფების რამდენიმე წევრის მოკლას. შეიძლება რობოტმა ვერ გადათარგმნა, მე მგონი რობოტის შეცდომაა. იმიტომ რომ პირველად მესის მე ასეთი დაჯგუფების სახელწოდება. პირველად. ალბათ რობოტ შეეშალა. ზოგჯერ ვეთარგმნის როგორც საჭიროა ისე და მე გეუბნებით პირველად მესის სახელწოდება დაჯგუფება იახვე. ამ დაჯგუფება სახელწოდები იახვის გარდა, თეთრი ქუდების ალიანსის გარდა კიდევ არის
მაღალგანზომილებიანი დაჯგუფებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან, არსებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან. მიჭერი ამ 10 წლეულის განმავლობაში მიჭერი ალიანსის წრეში ვიცით რომ მზის ომი მზის სისტემაში სინამდვილეში ეს პროცესები რომელიც ხდება ეს არის გადასვლის პერიოდი დახურული ცივილიზაციიდან ღია ცივილიზაციაში ჩვენ ხო გამოწყდეული ვიყავით და ეს ომი არის ესე იგი დახურული ცივილიზაციიდან ღია ცივილიზაციაში გადასვლა და კოსმოსურ ძალებს არც უნდათ უცებ რომ გახსნილიყო ყველაფერი მაგრამ ახლა ისინი ვალდებულები არიან მასე მოიქცენ და იუპიტერის გუნდმა მისცა მათ ბრძანება რომ ის ტექნოლოგიების გადაცემა დაიწყონ და ეს პროცესები ხდება მეოთხე განზომილების დროის ხაზზე მზის დათვა გამოდის დამაკავშირებელ როლში რამდენიმე ხნის განმავლობაში იქამდე სანამ მიიღებდნენ ეგრეთ წოდებულ იუპიტერის შეთანხმებებს საბოლოო დამტკიცებულია იუპიტერის მისიის დასრულებამდე რაღაც მანძილის განმავლობაში კაცობრიობას არ ქონდა საშუალება თვითონა ქონოდა ვაცხელთა საშორისო ტექნოლოგიებს სანამ ადამიანური ფსიქოლოგიური და ტექნოლოგიური განვითარება არ მისცემდა მაგათ საშუალებას ეს ტექნოლოგიები ეს ვაცხელთა საშორისო ტექნოლოგიები რომლებიც აქვთ იქ კოსმოსში ამ ტექნოლოგიების გამოყენებისას ზიანს არ მეაყენებდა თავის თავს და სხვებს და დედამიწას ესე იგი სანამ ადამიანი არ მოწიფდა ამისთვის და როდესაც დადგა დრო ამის საშუალება მიეცემა ახლა ხო და ისინი თვლიდნენ რომ ჩვენი მდგომარეობიდან მაგ კოსმოსურ მდგომარეობამდე გადასვლას დაჭირდებოდა მათ კოსმოსურ დონემდე გადასვლას დაჭირდებოდა 20-25 წელი მაგრამ ხო ეს უკვე თქვა ამ პერესმა გაიმეორა მაგრამ ახლა უკვე დაჩქარდა ყველაფერი ხო და ზუსტად 3 წელი აქვთ მაგათ რომ ჩვენ მოგვამზადოს იმისთვის რომ ჩვენ გავხდეთ galактიკური სამყაროს წარმომადგენლებით როდესაც შეიქმნა ამერიკული კოსმოსური ძალები ის შეიქმნა არა მხოლოდ იმიტომ რომ დაეცვა თანამგზავრები და ორბიტალური ტექნოლოგიები ალიანსის ჩარჩოებში ისინი ასრულებენ ცივილიზაციური ბუფერის მოვალეობას ამათ შეუძლიათ ესე იგი გაიმეორონ ან გადმოიტანონ და გაიმეორონ ტექნოლოგიები პანიკის გარეშე ახლა ნელა გამოჩვენავს ისეთი კოსმოსური ტექნოლოგიები რომლებიც 1000 წლით უსწრებენ დედამიწის ტექნოლოგიებს და რატომ აჩქარებენ ისინი რატომ აქვთ მაგათ ასეთ ცოტა დრო 2-3 წელი რადა 2028 წელს მაგათმა იციან რომ 2028 წელს მიატოვებს არსებობას ამდროინდელი რეალობა არა პანიკაში არ ჩავარდეთ პანიკაში აგიხსნით ახლა ეს კაცი რა უნდა მოხდეს ეს პროცესი შეიძლება აღწერო ევოლუციური ვიდრე რევოლუციური და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ეს პროცესი დააჩქარონ უფრო დააჩქარონ კიდევ არის დაგეგმილი ენერგეტიკული როგორ გითხრათ პროცესების ჩანერგვა რომლის დახმარებით გაიწმინდება ჩვენი ატმოსფერო
იქნება ასეთი გარღვევები, როგორც კვანტური საბანკო სისტემა, ანუ ფინანსური სისტემა, აგრეთვე იქნება ისეთი ენერგია, რომელიც არ მოითხოვდეს იქნება რესურსების დახარჯვას, იქნება შექმნილი ინსტიტუციონალური პლატფორმები კოსმოსის შესასწავლად, კოსმოსის შესაცნობად და კოსმოსში გასაცვლელად. ანუ ხალხს ასწავლიან ამას ყველაფერს. ყოველი ასეთი მიღწევა იქნება თანდათანობით უბრალოდ ფრთხილად გაშონილი ხალხის საყურადღებოდ. ამისთვის ისინი აპირებენ ილონ მასკის პროექტის ნომერ 20-ის გამოყენებას, მე არ ვიცი ეს რა პროექტია, პირველად მესმის, რომელიც მუშაობს სუა კამინატორთანო, შეიძლება ეს რობოტი არასდროს წარმოთქვას, ერთი ცალკე უნდა მოვიძებნიო ინტერნეტში. პროექტი 20 რას ნიშნავს? მოიცადეთ, ახლავე შევალდათ ნახავ. ალბათ რობოტს შეეშალა, აქანე ჩამოთვლილია მასკის პროექტები, მაგრამ მასკს საერთოდ როგორ უნდა ენდო? მაგი ისეჭური სარცელეს ხელოვნური ინტელექტი, რომ თითქოს ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გაანადგუროს კაცობრიობა. მაგას ბევრი პროექტები აქვს, Zip2, XCOM, PayPal და PayPal, SpaceX, Tesla, SolarCity, OpenAI, Neuralink, Boring Company. ალბათ Neuralink გულისხმობს? არ ვიცი რომელ პროექტზე აქვს საუბარი, მე ვერ გეტყვით. ხო, ისინი მათი მეტი ქონდათო 2024 წლებისო, რომ თავისი გეგმები შეესრულებინათო. თავის გეგმებზე ხორცი შეესხათო. თუ ჩანერგავთო კოსმოსური მეთვალყურეების ძალებსო, დედამიწის კოსმოსურ ძალებშიო ფოკუსი გადაადგილდებაო ამ საიდუმლო კოსმოსური პროგრამებიდან კოსმოსის ათვისების პროგრამაში. კოსმოსურმა ძალებმა იციან, რომ დედამიწელების უმეტესობა დაპროგრამირებულია შიშზე, სხვა კოსმოსური სახეობების მიმართ. კოსმოსური ძალები გვამზადებენ ჩვენ კოსმოსური ერისთვის. კოსმოსური მაყურებლების პროექტი არამხოლოდ კოსმოსური პროცესების კოსმოსურ პროცესებს შეადგენს. ის ვალდებულია ჩვენ მოგვამზადოს კოსმოსური ერისთვის. კაცობრიობამ უნდა ისწავლოს აზროვნება იმ ნაციონალური ჩარჩოების მიღმა. არა ჩაკეტილი მის ნაციონალურ ჩარჩოებში, არამედ მისი ნაციონალური ჩარჩოების მიღმა. ჩანერგვა იმისა, რომ არსებობს საყოველთაო გონება და იმ ჩანერგილი ფაქტის უკვაგდება უნდა შეძლოს კაცობრიობამ, რომ თითქოს და ჩვენ ვართ მარტონი სამყაროში. ჩვენ კაცობრიობამ უნდა მოვიცილოთ დაპროგრამირება ძველი, უნდა მოვიცილოთ სტერეოტიპები, თუ კოსმოსური ძალებით, კოსმოსური წარმომადგენლები გვეწყვიან, რომ ჩვენ მუშაობთ 9 სახეობასთან და ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები,
რომლის დახმარებით ჩვენ ამას ვაკეთებთ. კოსმოსური ძალების დავალებაში შედის ჩვენი კაცობრიობის ფსიქოლოგიური ადაპტაცია. რელიგიური დოგმების ძლიერი გავლენის გამო ბევრი მასეთი რელიგიური წარმომადგენლების მორწმუნეები შოკში ჩავარდებიან თუ ნახავენ კატის მაგვარ, დათვის მაგვარ, ლომის მაგვარ, ან ტარაკანის მაგვარ, ან ღვთის მლოცველის მაგვარ არსებებს, ან დრაკონიელებს, ან რაპტორებს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სახეობა, ან თუ შეხვდათ თან თუ ამათა ლაპარაკი დაუწყეს და კიდევ თუ შეხვდათ მოლაპარაკე მცენარეები. წარმოიდგინეთ, შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს. ვინც ჯერ კიდე არაა გამოსული რელიგიური დოგმებიდან, ან სკეპტიკოსია. რელიგია იყო ძლიერი კონტროლი კაცობრიობაზე. უпростоრად რელიგია იყო ძლიერი საკონტროლო ინსტრუმენტი დედამიწის მოსახლეობაზე. ამიტომ დიდი სამუშაოები ჩატარდება დეპროგრამირებაში. ანუ წავა ადამიანების დეპროგრამირება, რადგან გასაჯაროვდება მთელი სიმართლე ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც კი არსებობს. ყველაფერი გასაჯაროვდება და სიმართლე ამოტიტდება, სიმართლე გაიხსნება. სანამ ტექნოლოგიები შემოვა, მანამდე უნდათ რომ ხალხის გრძნობიარობა ცოტა როგორ გითხრათ, შეამცირონ, რომ ხალხი ნერვიულობით ცუდად არ გახდეს. ახლა მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს. მე უსვენ ერთ არხს, რეალი მისტическი ისტორი, რომელიც ვიღავს ბლოგერს ალენა ვოლკოვას, ეს ქალი არის ძალის მქონე. ხო ეს რამდენიმე წელი იყო კლანში და ბევრი კლანი არსებობს რუსეთში და მის ტომსკში პირადად ომსკში ცხოვრობს ეს ქალი. იქაც 2 თუ 3 თუ 4 კლანი, არ ვიცი ზუსტად რამდენი კლანია, მაგრამ მარტო ერთი კლანი კი არა, მრავალი კლანია, შეიძლება 3-4 და ეს ეხმარებოდა ხალხს. ყველა რამდენ არსებას შეხვედრია. რამდენი საშიში არსებას შეხვედრია. და კონტაქტი ასაკურველია, რომ ხვრელები ყველგანაა განლაგებული დემონური, დაბალი რანგის დემონური ხვრელები და ასე შემდეგ, იერარქიის მიხედვით. და მას ალბათ ბევრჯერ გაგიგონიათ, მე რატომ ვიმეორებ ამას, რომ თქვენ მიეჩვიოთ, შიში გადალახოთ, ამიტომ ვიმეორებ ამას სულ. არ უნდა შეგეშინდეთ. და ეს ქალი, ამას შეუძლია თავისუფლად გამოიძახოს ეშმაკი, ეგრეთ წოდებული ეშმაკი, რომელიც არის მაცვსტუნებელი. ის რამდენი ეცადაო, ეცუნებინა ჩემი სული რომ მიმეყიდაო მისთვის, მაგრამ ვერ მაცვსტუნაო და ორჯერ გადაარჩინა თან ამ ეშმაკმა ეს ალენა ვოლკოვა. ბევრი ისტორიები უდევს მას იქ და არა, მე რეკლამას არ ვაკეთებ. უბრალოდ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ქალაქში ვცხოვრობთ. ქალაქში იმდენად შესამჩნევი არ არის, მაგრამ ტყეში რო გახვალ, ბევრამე უცნაურ შეხვდები. აგრეთვე ანომალური ზონებით შეიძლება. მე არ გამიგონია, რომ საქართველოში სადმე ყოფილიყო ანომალური ზონა. მე არ გამიგონია. და საერთოდ პატიეთ დილიანობა მომაწვა და ავიღე მას ჰქონდა გადაღებული ფოტო. უბრალოდ ფოტოები სადაც კი წავიდოდა, მისი კოლეგები იღებდნენ ფოტოებს
არც კი ახსოვდა ალიონას და ერთგულებას გადაუღია ერთ დავალებაზე იყვნენ ესენი წასულები და იქ იმ ადგილას, სადაც ესენი მივიდნენ ძველდანგრეულ შენობაში, ვიღაც მამაკაც დაუბარებია ეშმაკი. სული უნდა მიეყიდა რაღაც სურვილის სანაცვლოდ. და ალიონას არ მიუჩია საშუალება, რომ რადა იქ იყო თურმე დემონების ხრელი. კარიბჭეები უბრალოდ. კარიბჭეები, დემონური კარიბჭეები არსებობს. არის ხრელები, დროის ხრელები. მე არასდროს გამოვთქვი წინა ვიდეოში. არის დემონური კარიბჭეები, არის ისა ხრელები, წარსულის ხრელები, დროის ხრელები წარსულში არის კარიბჭეები, სადაც შეიძლება ჩაგითრიოს პარალელურ ხრელი უბრალოდ. ალენა მეთხად მანქანაში ადიოდა, ფეხი შეადგა და ჩავარდა პარალელურ სამყაროში. იქ მანქანასთან იმ საფეხურთან აღმოჩნდა უცებ ხრელი და ჩაითრია ალენა. კი ის მერე ყვება თუ როგორ გამოვიდა იმ ხრელიდან, უბრალოდ პარალელური სამყაროდან და ალენა წავიდა ამ ხრელის დასალუქად, დემონების შესაყრელად იქ და შემდეგ დასალუქად ამ პორტალთან, კარიბჭესთან და იმკა შეეშინა და გაიქცა და ეს ეშმაკი ძალიან გაბრაზებული იყო და რაღაც მომენტში, რაღაც წამით დაშდა კიბეზე ჩამოჩდა. იქ ტალახი იყო თუ რაცხა და ეს წაქცეულა და ტალახით ეს ეშმაკი ამოუსია და ამ ფოტოზე ისე აცვია, საერთოდ ვისაც ვიცვათ უნდა სულის გაყიდვა და გამოიძახებს ამ ეშმაკს, იმ ტასაცმელი და წითელი ვაშლით წასგება ხოლმე თურმე. არა, სხვა ფორმებსაც ეხებს ასაკურველია. და იცით რა, იქ ჩანს ფოტოში შავი თვალები, თითები გრძელი, მხოლოდ ჭყალები და სხვა ფოტოებიც აქვს ალეონას, მაგრამ მე უკვე მაგას არ დავდე. იმასე გამიბრასნე, რატო დადები ფოტო და თან ფლამასტიცი უკავია ალეონას ხელში და ის ფოტოც დავდე. რატომ და ეს არის დაბალი კატეგორიის დემონური არსება, რომელიც არაერთ სათხს არ წარმოადგენს ადამიანის წინაშე. ეს ადამიანისთვის სათხს არ წარმოადგენს. უბრალოდ ეს გამოყავთ იმისთვის, რომ ვინმე აატირონ, გაუთავისუფლონ გული. ხარის ეს ადამიანები, რომ გაჭირვამ შეიძლება ისე გააქვავონ. ხო და ეს გაქვებული ადამიანებს აატირებს ეს ფლამასტეცი და წონაში იმადებს. და მე სველდება. მე მივეჩვიე, მე იმიტომ უსვენ მის ისტორიებს, რომ შევეჩვიო, რომ შიში გადავლახო ყველაფრის წინაშე. მე იმიტომ უსვენ ყველა ვინმესთვის ვინმე შეიძლება ზღაპრება ჩათვალოს. ამ ზღაპრებს იმიტომ უშევ ჭყალებში, რომ შიში გადავლახო, რომ შევეჩვიო. მე ვავზადებ ჩემ თავს, იმიტომ რომ შეთხელდება სამყარო, კედლები რეალური სამყაროს და ასტრალური სამყაროს შორის, სულიერი სამყაროს შორის და ჩვენ ნახავთ ნებისმიერ გარეგნობის არსებას. ჩვენ ნახავთ ჩვენ წინაპრებს, ოღონდ სხეულში კი არა, სულიერ სხეულში, ასტრალურ სხეულში. ჩვენ არ უნდა გავიკვირდეს არაფრის. იცით? ახლა მე თქვენ რაღაცას მოგიყვებით. პენი ბრედლი თქვა ეს, პენი ბრედლი, მე არ მომიგონია. როდესაც ჩვენ მოგზაურობთ გიპერ სისტემაში, ხო, ეს სულები, რომლებიც ტოვებენ დედამიწას, ზოგჯერ იქანე ტრიალებენო და შეიძლებაო, რას იქ იმ გიპერ სისტემაში, იმ სივრცეში, ხომალდში, შიგნით, რაზე ფიქრობო და რისი გეშინიაო, ის გამოგეცხადებაო. უცებო გაფიქრების თანავეო ხდება მატერიალიზაცია და გამოცხადება ადამიანის წინაშე. ხო, ამიტომ ვამბობ. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ ასლს, რომ შეიძლება ეშმაკიც კი ვნახოთ. და
ხო, ამას უძახის ალონა კნიაზ, თავადი. თავადს უძახის. რა არის ასეთი საშიში? კი, მან კიდე მოყვა იქ, სადაც ფოტოები ანახა, რომ ვიღაც გოგონა ძალა არ ვიციო, საიდან მოიტანაო და ვიციო მე ამ ეშმაკზე ბევრი რამე ვიციო რომ როგორ ფორმებში, სხვადასხვა ფორმებში რომ ჩდებაო ხანდახან და ალენას წააყვანენა თავი ანომალურ ზონაში, სადაც არ არის იმის საშიშროება, რომ რამე არცება გადმოხდეს პარალელური სამყაროდან. მაგრამ ამ გოგონა მოინდომა ეშმაკის გამოძახება და გამოაძახებინა ალენას ეშმაკი. ხო, ჯერ გადაუყო ალენას სურათი ეშმაკთან ერთად. ეშმაკს ხელში წითელი ვაშლი უკავია. შემდეგ მას უნდა გადაღება და მაგის ზურგით კი არ წავიდა, სახით წავიდა, სახით უყურებდა ამ ეშმაკს. მიდიოდა ისე ეშმაკმა იცოლა ფორმა. იქ სურათი ჩანს. ალენა რო გადაიღო, გოგონა არ იყო მზად, მაინც მორალურად და კივილი დაიწყო. და კივილით სახეზე მიიფარა, ხელი ისე ძღირს გადმოიყვანა ალენა. ალენა საჩეშინებია, მაგრამ ბავშვი ეშინოდა. აი 7 წლის ბავშვი იყო. და იმის მერე დამთავრდა მისი საქმიანობა ამ საქმეში. დამთავრდა მისი ძალას არ ვიცი საწაიღებდა, მაგრამ როგორც პრაქტიკოსი მაგ უკვე არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ შეეშინდა. და თუ გეშინია, შენ ხალხს ვერ დაეხმარები, თუ ძალის მფლობელი ხარ. ალენა არის მამაცი ქალი. მაგრამ ყველა ადამიანის გადაპროგრამირება შეუძლებელია თურმე. კიდევ, არც ერთი ელიტა ვერ შეძლებს კოსმოსში მართლობას. ან რამე შეერაღებების შეჯიბრებაში მონაწილეობას. იქნება შემოშავებული ერთიანი სტრუქტურა ენა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ კოსმოსური საზოგადოების წევრები. კოსმოსური ძალები შეასრულებენ პლანეტარული ინტერფეისის როლს და არა მუდმივ მმართველის როლს. დედამიწა ვერ შევა კოსმოსურ საზოგადოებაში, სანამ მის მიწაზე, მის ზედაპირზე იარსებებს დაქუცმაცებული საზოგადოება, დაქუცმაცებული ქვეყანა, რომლებაც ჩვენ არ მოგცეს საშუალება კონტაქტში შესულიყავით galaktikურ წარმომადგენლებთან. ჩვენ ხომ დღემდე ვეომებით ერთმანეთს. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ომიაო. და ეს ხსნის იმას, რომ ისინი იყენებენ ტრამპს, იმისით, რომ ამ ომებს ბოლო მოეღოს. სანამ ჩვენ ვეომებით ერთმანეთს, ჩვენ კოსმოსურ ენაში არ მაპატიეთ. სანამ ჩვენ ვეომებით ერთმანეთს, ჩვენ კოსმოსურ ენაში არ მიგვიღებენ. ჩვენ როგორც პლანეტარულმა რასამ ეს გადასვლა უნდა მოვახდინოთ შეკრულებმა ერთიანად. ამასთან ერთად მოხდება რელიგიების გაუქმება. აქ მხოლოდ ადამიანის მაგვარ არსებების მიღებაზე არა საუბარი. კაცობრიობამ უნდა შეძლოს არ ადამიანური ცივილიზაციების მიღებაც, არ უნდა შეეშინდეს. ამის გარდა ისინი დედამიწას დაუბრუნებენ სრულ ჭეშმარიტ ისტორიას კაცობრიობის შექმნაზე მეთქი. კაცობრიობის წარმოშობაზე. ხო, სიტყვა დამავიწყდა. სრულ სწორ ინფორმაციას მოგვაწოდებენ ჩვენ დედამიწელებს. ეკონომიკა, რომელიც იყო დამყარებული დეფიციტზე გაქრება, დეფიციტი გაქრება ხალხო. თეთრი ქუდების მისიაში შედის კაცობრიობა გადააჩინოს, უბრალოდ ჩამოაშოროს კაცობრიობას ღდლები, შუამავლები, ძველი რელიგიები
ყველაფერი ძველი, რაც კი ხელს შეუშლის წინ წასვლაში. банкиров и экспертов, претендующих. ბანკირები აგრეთვე ექსპერტები ჩამოაშოროს. ესე იგი, რეალური დროის ხაზების გაყოფასთან დაკავშირებით ერთმანეთზე გადავა სამხედრო დროის ხაზებიც. ესე იგი, თანდათანობით მეოთხე ან მეხუთე განზომილებაში გადასვლის პერიოდში ამ სექტორის გავლით უბრალოდ სულ იმოძრავებენ galaktikuri ხომალდეები. დედამიწა გახდება galaktikuri გაცვლის ცენტრად. ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია დაიწყო უკვე მეოთხე განზომილებაში დრო კიდევ იქნება. მაგრამ მეხუთე განზომილებაში დრო არ იქნებაო. მეხუთე განზომილებაში და ზევით დრო არ იქნებაო. მოდით მე ამით დავასრულებ. მგონი ჩამეძინა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ხვალ მეთიშება ინტერნეტი, არ მგონია მე ხვალ რამე ავტვირთო, იმიტომ რომ ტელეფონში მაქვს პირიქით რაღაცები ჩასატვირთი, რომ ის პერიოდი, როდესაც მე ინტერნეტი არ მექნება, ჩემი ვიბრაციები ავამახლო კლასიკური მუსიკით, რაღაც ვიდეო ჩანაწერებით. აქეთ ბლავატსკაიას ნაშრომს გადავთარგმნი და მე დაკავებული ვიქნები სხვა ყოფაგდებადი საქმესთან, ყოფადი საქმეებთან ერთად ჩემი საქმით. მას შემდეგ ჩართვამდე დროებით